ეხლა რაზე ვილაპარაკოთ? დავუშვათ მუსიკა როგორ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. არის ჩქარი მუსიკა, არის საცეკვაო მუსიკა, არის წყნარი მუსიკა, არის ოპერის მუსიკა, არის რა ქვია მუსიკა, როგორიც არის მაგალითად ქართული ხალხური მუსიკა, რუსული ხალხური მუსიკა, ამერიკული ხალხური მუსიკა, ესპანური ხალხური მუსიკა, ანუ ხალხური მუსიკა. არის ასევე საცეკვაო მუსიკა, არის როკი, არის ჯაზი, არის კომპოზიციები, არის ორკესტრები, არის ორკესტრული მუსიკა, არის კლასიკური მუსიკა, არის რა ქვია, ეხლა დისკოტეკებზე კერძო მომღერლების მუსიკა. იმპროვიზაციული მუსიკაც არსებობს, ხო, მუსიკა. ეხლა ჩვენს ორგანიზმზე მაგალითად საცეკვაო მუსიკა და ხალხური მუსიკა და ჩქარი მუსიკა და ჯაზი და ესეთი მაგალითად ჩქარი მუსიკები, ასე ვთქვათ, კი, კაი ხასიათზე აყენებს ადამიანს, მაგრამ ასე ვთქვათ, ორგანიზმისათვის, ასე ვთქვათ, კი, ყველა მუსიკა კაია ორგანიზმისათვის, მაგრამ სამკურნალო რომელია? სამკურნალო მაგალითად არის სხვადასხვა ინსტრუმენტები, მაგალითად გიტარა, წყნარად დაკრული, ნაზი ტემპით, საშუალო ტემპით, ნაზი ტემპით დაკრული გიტარის ლამაზი აკორდიონები ახდენს გულისა და ნერვების ჯანმრთელობაზე, ანუ DNK-ზე, ანუ ჩვენს ენერგიებზე, ანუ გარმონიზაციულ ვიბრაციებზე, გარმონიზაციული ვიბრაციები ხდება ამ დროს, რომელიც ასე ვთქვათ გარმონიულად მოქმედებს როგორც თავის ტვინის ფუნქციებზე, ასევე გულის ტვინის ფუნქციებზე და ნერვების ფუნქციებზე. არის ჩქარი მუსიკა იმპულსურად ნერვებზე და იმპულსებზე, ასე ვთქვათ, საცეკვაო მუსიკები ნერვებზე და იმპულსებზე უფრო სწრაფ ზემოქმედებას ახდენენ და უფრო ადამიანი ცეკვის ხასიათზე მოდის. მაგრამ ცეკვის ხასიათზე მოსვლა კაია, მაგრამ აი DNK-ის აღსადგენად რომელი მაგალითად რომელი ინსტრუმენტი უფრო კარგად მოქმედებს, ხო? რომელი მაგალითად კალაკოლის звонკების მუსიკა ბიოპოლზე, საზნანიაზე, ემოციებზე, ემოციურ წელებზე, ეფირწერებზე კაიზე გავლენას ახდენს. მაგალითად რა ქვია გარმონი, ჩვენ რო გაქვს გარმონი, ჩონგური, გარმონი, დუდუკი რომ გვაქვს, ჩონგური რომ გვაქვს, გარმონი რომ გვაქვს, დუდუკი რომ გვაქვს, ეს ჩონგური, გარმონის, დუდუკის, ასე ვთქვათ, звукები გავლენას ახდენს ფეხებზე, ფეხის ძარღვებზე, ფეხის ნერვებზე, ფეხის სტოპებზე, ანუ ფეხის კუნთების აღდგენას ხდება ამ დროს. გარმონით, ჩონგურით, გიტარით, დუდუკით ხდება ესე იგი უკან ძვლების აღდგენა, ზურგის ტვინის ნერვების აღდგენა და ფეხის ნერვების აღდგენა. ანუ ამაზე ახდენს კაიზე გავლენას. გიტარა კაიზე გავლენას ახდენს, ასე ვთქვათ, გულზე და მეოთხე ჩაკრაზე და გულის ნერვებზე ახდენს კაიზე გავლენას. პიანინო კაიზე გავლენას ახდენს მეტალწელებზე, მით უმეტეს კლასიკური შემოქმედებები, ორკესტრი, რა ქვია, მეტალწელებზე ახდენენ კაი, ასე ვთქვათ, ზეგავლენას ალფა ვოლნები, ბეტა ვოლნები, რასაც ქვია, ესენი ზეგავლენას, კაი ზეგავლენას ახდენენ, გარმონიულ ზეგავლენას ახდენენ კოსმოწელებზე, მეტალწელებზე კაი ზეგავლენას ახდენენ
ზრენიებზე, იმპულსებზე და მენტალ წერებზე. მეექვსე ჩაკრაზე, კაიზე გავლენას მეექვსე, მეშვიდე, მეხუთე ჩაკრაზე კაიზე გავლენას ახდენს, მაგალითად აი როგორ ვთქვა, დუდუკი და ოღონდ ჩინური ის რა ორკესტრი, ჩინური სიმღერები, ჩინური მას დუდუკს და ჩინურ ჩონგურს რა ქვია, არ ვიცი, მაგრამ აი ესეთი ჩინური საკრაული ინსტრუმენტები ახდენენ კაიზე გავლენას მენტალ წერებზე და ასრალ წერებზე. არ ვიცი, ხა თქვენ თვითონაც დააკვირდით, მაგალითად გიტარის რა ქვია, ჩქარი არა, საშუალო შესრულების, საშუალო ტემპის მუსიკა როგორ ზეგავლენას ახდენს, ხო? პიანინოს საშუალო შესრულების ლამაზი მუსიკა როგორ ზეგავლენას ახდენს, სად ხდება ვიბრაციები, ხო? ეხლა გარმონის, ჩონგურის, გიტარის, დოლი ლამაზი შესრულებით, დოლი მაგალითად მთლიან რა ქვია, ხერხემალზე და რა ქვია, მხრების ხერხემლისა და კისრის ძვლების ნერვებზე ახდენს კაი ვიბრაციებსა და კაი, ასე ვთქვათ, გარმონიულ მოქმედებებს, მაგრამ ჩქარი ტემპი არა, ჩქარი ტემპით რა ქვია, კი, ჩქარი ტემპი ეხლა საცეკვაო, სადისკოტეკაოთ და კერძო შემსრულებლების ლამაზ-ლამაზი მუსიკები მისაღებია და მოусმეს ადამიანი 1-10 წუთი, ნახევარი საათი, მაგრამ სამკურნალო საშუალება არის საშუალო ტემპი ან ნელი ტემპი. ეს პიანინოს ეს სხვადასხვა პიანინოც ესე ნაზი ტემპით უნდა იყოს შესრულებული ეს აკორდიონები, რასაც ეძახიან საშუალო ტემპით უნდა შესრულებული ეს მუსიკა ან ორკესტრი და უსმინოს ამას ადამიანმა, რომ მოხდეს ნერვებზე, დნკ-ებზე, ასე ვთქვათ, ეფირ წელებზე, ემოციურ წელებზე რაღაცა გარმონიზაციული ზემოქმედება, ვიბრაციული გარმონიზაციული ზემოქმედება. კაი იქნება თუ ეს მუსიკალური შესრულებები, რომელსაც უსმენს ადამიანი, არ იქნება რაღაცა სიმღერების მოსმენა ყველას უყვარს, მაგრამ როდესაც ადამიანს უნდა, ასე ვთქვათ, განიკურნოს თავისი ნერვები, თავისი ვიბრაციები, თავისი, ასე ვთქვათ, აიმაღლოს ვიბრაციები, ემოციები, შევიდეს რაღაცა ფანტაზიებში, განტვირთვის ფანტაზიებში, ხო, დაიწყოს რაღაცა დაასვენოს ზრენია თვალებზე, რომელი ინსტრუმენტი ახდენს კაი ზემოქმედებას თვალებზე, ანუ მეშვიდე, მერვე ჩაკრაზე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე ჩაკრები. ხედვის თავის ტვინზე. ეს თვითონ უნდა დაამოღამოს ინდივიდუალურად ადამიანმა, რომელი მსიამოვნებს მე ჩემს თვალებს, ჩემს ზრენიას, ჩემს თვალების ენერგოინფორმაციულ კანალებზე, ანუ ჩემი თვალების ენერგოინფორმაციული კანალების ვიბრაციებზე, რომელი ზუკაკოდები ახდენს კაი ზემოქმედებას, ამ ჩონგური, გიტარა, პიანინო, მუსიკა, ორკესტრი, ესტრადა, იქ ბეთჰოვენი თუ რომელი, ანუ ნაზი შესრულებით, მხოლოდ ჩქარი ტემპით შესრულებით არა, ჯაზი ახდენს თუ როკი და ჯაზი, არ ახდენს, უფრო ჩქარი ტემპით არის შესრულებული ჯაზი და როკი. სასიამოვნო მოსასმენია ხანდახან, მაგრამ ცოტა
რთული მისაღები არის იმპულსებისათვის, ორგანიზმის დნკ-ური იმპულსებისათვის, ორგანიზმის დსმენის, ორგანიზმის დნკ-ური იმპულსებისათვის მიღებულია, ტონკიწელების იმპულსებისათვის მისაღებია უფრო აი 7 ნაზი საშუალო ისენი შესრულების მუსიკები, მუსიკალური შესრულებები, რასაც ქვია. ხო, თვალებზე და ზრენიაზე უფრო აი ალფა ვონები, ან წყნარი გიტარა, ან წვიმის წყლის შხეპის ხმა, წყლის ჭხრიალის ხმა, ნაზი პიანინოს აკორდიონებით, ასე ვთქვათ, აი ესეთი მუსიკები ახდენს ძალიან კაი შემოქმედებით დამაწყნარებელ აღმდგენ ვიბრაციულ ზემოქმედებას თავის ტვინის ნერვებზე, თვალებზე და თვალების ნერვებზე. ხო, ეს რა ქვია, ბევრი ინსტრუმენტებია, რომელიც ჩვენს ნერვებზე, ნერვულ იმპულსებზე, უჯრედებზე, უჯრედების იმპულსებზე, დნკ-ებზე, დნკ-ების იმპულსებზე, ჩვენს ეფირწერებზე, ემოციურ წერებზე აღდგენით დამაწყნარებელ, აღდგენით გამაჯანსაღებელ ზემოქმედებებს ახდენს და რომელი მუსიკას მოусმენს ადამიანი, თვითონ უნდა მიხვდეს მაგალითად დოლი ფეხის კუნთების ვიბრაციებზე შეიგრძნობა, სტოპები, რასაც ქვია, ფეხის ძირებზე შეიგრძნობა, ფეხის ძირებზე ძალიან ბევრი ნერვები გვაქვს, რომელიც ხელებზე ძალიან ბევრი ნერვები, საერთოდ ორგანიზმში ძალიან ბევრი ნერვები და ნეიროსეტები არის, რომლებსაც უნდა ასე ვთქვათ, მიხედვა და გაჯანსაღება და აღდგენა. ასევე კუჭზე სხვადასხვა ტონის, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტების შემოქმედებები ახდენენ, სიმღერები კი არა, ზვუკები ახდენენ ზეგავლენას ფილტვებზე, სხვადასხვა სიამოვნებს ადამიანს. მე მაგალითად დაუშვათ 1 საათი, ნახევარი საათი, 10 წუთი ერთ რაღაცას გიტარის ხმებს უსვენ, მერე გადავდივარ ჩონგურის ხმებზე მაგალითად, მერე გადავდივარ მაგალითად დუდუკის ხმებზე, მერე გადავდივარ მაგალითად და ესე რა ქვია, გრძნობ, რომ სხვადასხვა ვიბრაციები სხვადასხვანაირად მოქმედებს, სხვადასხვანაირი ზვუკები, საკრავი ინსტრუმენტები, ზვუკები ჩემს ორგანიზმზე სხვადასხვანაირად ადგილებზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ხო, ეს მინდოდა მე თქვა, ამას მერე თქვენ თვითონ დააკვირდებით და რომელიც გესიამოვნებათ, იმას მოусმენთ ხოლმე. მე სხვადასხვა სული სტრუქტურა, სხვადასხვა ის აქვს სხვადასხვანაირი მუსიკას სიამოვნებას. ეხლა ბიოსისტემას კიდეც სხვადასხვანაირი, ნერვებს კიდეც სხვადასხვანაირი მუსიკას სიამოვნებს და ასე შემდეგ. ამას თქვენ თვითონ უნდა ჩაატაროთ ცდა, რომელი მუსიკა სიამოვნებთ. ცოტა იმას მოусმინე, მიხვდები, რომელიც სიამოვნებს, ცოტა იმას მოусმინე, მიხვდები, რომელიც სიამოვნებს და ასე შემდეგ. მაგრამ ჩქარი მუსიკა, სულ ჩქარი მუსიკა მთელი დღე არ ვარგა, დამღლელია ნერვებისათვის, დამღლელი, აღმდგენი არ არის. აღმდგენი, დამბალანსირებელი, გარმონიზაციული არის ოდნავ ნელი საშუალო ტემპის მუსიკა, ესტრადა, ორკესტრი, კომპოზიცია, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტების შესრულებული სხვადასხვა ზვუკები არის საშუალო, ზვუკები არის სასიკეთო ორგანიზმისათვის. ეს გავიგეთ.
ეხლა რა მინდოდა კიდე მეთქვა, რომ არის რაღაცა ესეთი ისა, რა ქვია, ну არის ეხლა რეგრესოლოგების კანალები, სადაც ლაპარაკობენ, რომ გინებაო არისო, ასე ვთქვათო, დაცვითი საშუალება არისო გინებაო. ანუ მაწიო რა, მიძინახუიო მაწიო რა, წადი შენი დედა უკაცრავად ამ სიტყვაზე არისო დაცვითი საშუალებაო და კაი არისო, იმიტომ რომ ადამიანიო, ასე ვთქვათო, თავს იცავსო, ამითო და რა ქვია, რა ქვია, სისტემაო ამ დროსო ითიშებაო, აგრესიულიო სისტემაო ამ დროსო რეო ეტყვიო, სხვა სისტემასო რა, სხვა ბიობოტის სისტემასო რა, იძინახუი გააჯვია რაღაცაო, ეს უცბათო ითიშებაო რა, ეს სისტემაო და დესტრუქციული სისტემებიო ითიშებაო, მატრიცებიო ითიშებაო და არისო დაცვითიო საშუალებაო. ეხლა, როდესაც ადამიანი ამოგიყვანს ყელში და რაღაცას ზედმეც გაკადრებს უკვე ძალიან პირადულში ვითომ დამამცირებლად და კრიტიკულად რო ჩაერევა და ზემოდან ეგოისტურად რო დაიწყებს რაღაცა მაიმუნობას და მამაძაღლობას და ამოვა ყელში ადამიანი რაღაცა უზდელობას იკადრებს. იტყვის რომ წადი რა მომშორდი. რა დამანებე თავი იძინახუი ხო? რაღაცას იტყვის, მაგრამ ეხლა უყურე, მოდი ამ თემას შევეხოთ. არიან ადამიანები, რომლებიც წარამარა იგინებიან. ეს გინება არის დესტრუქციული უზრდელური ინსტრუმენტი, დესტრუქციული უზრდელური პროგრამა და ზოგი წარამარა იგინება. თავს კი არ იცავს ამ დროს ამ წარამარა გინებით, აძლევს უფლებას ყველას, რომ იყოს შეგინებული. აი, მოდი ამაზე ვილაპარაკოთ ერთი სიტყვით. ანუ გინება, ეხლა, როდესაც ადამიანი მოხდება სპორი რაღაცა და ვერ გააგებინებ, ვერანაირად, ვერ ჩავთ დაანახებ, ვერ თეს დაანახებ, ვერ წვითეს დაანახებ, ვერ წითეს დაანახებ, ეტყვი რომ მოდი წადი დამანებე შემეშვი რა ტუპოი ხარ რაღაცა გააჯვი, ხო? ეტყვი. უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ როდესაც ადამიანი წარამარა იგინება შეჩემა, იმის ჭემა, ამის ჭემა, მე ჭემა, ჩემი დედა უკაცრავად ამ სიტყვაზე, ესე იგი აძლევ უფლებას ბიოვერს, ბიოპოლს, მატრიცას, რომ იყოს შეგინებული. აი ეს მინდოდა მეთქვა. მერე ყველა გინებას აქვს უკუმოქმედება. უკუმოქმედება, ესე იგი, აი დაუშვათ რას აძლევ უფლებას სხვა ადამიანს, ანუ მოკამათეს, რის უფლებას აძლევ? აი, გააჯვი, ანუ გაჯმის უფლებას აძლევ, გაფსმის უფლებას აძლევ. აი ამ თემაზე ვილაპარაკოთ ეხლა. აღარა ვართ პატარები და ანუ ნეონანა სისტემებმა არ უნდა გვაჯობონ ჩვენ და ინტელექტუალურმა კომპიუტერულმა კოდა სისტემებმა არ უნდა გვაჯობონ. რეალურად ვიაზროვნოთ, გააჯვი რა, რო ეტყვი ადამიანს. ხო, ესე იგი, რის უფლებას აძლევ, გაჯმის უფლებას, წასვლის უფლებას, გაფსმის უფლებას, ხო? გასრიალდი, იძინახუი, ანუ ნახუი რას ქვია, ხუის უფლებას აძლევ, აი სხვადასხვანაირი ახსნები აქვს ამ გინებასაც. ნუ ეხლა ადამიანს რო შეაგინებ, ადამიანი თავისთავად გაბრაზდება, გაითიშება, სისტემა გაეთიშება, ნერვები გადაეკვანწყება და თავისთავად გება სხვა ადამიანი მოკამათე ცუდ ხასიათზე. ხო, ცუდ ხასიათზე რო დადგება, ისიც შეგაგინებს. მერე შენ ცუდ ხასიათზე დადგები, მერე იმასაც შეაგინებ და ყველა ცუდ ხასიათზე დადგება. ანუ ამ გინებას დაცვის საშუალება კი აქვს, მაგრამ იმდენი დაცვის საშუალება არ აქვს, რაც უფრო უკუჩვენებითი საშუალება აქვს და უფლებას აძლევ სხვას, რომ ასე ვთქვათ, რაღაცის უფლებას აძლევ სხვას. აი, ბოზიშვილი ვიყო, ესე იგი უფლებას აძლევ რაღაცას. აი, ელემენტარული დესტრუქციულ პროგრამებს აძლევ უფლებას. მერე შეჩემა, მომწოვე, მომჭამე, უნდა უთხრა ადამიანმა, ხო, მოგჭამ ენერგიებს.
ეხლა რეალურად კი არ მოჭამს, მაგრამ ენერგიებს მოჭამს. აი რის მოკამათეს, რის უფლებას აძლევ, ვითომ ეხლა უზდელური სიტყვა არის მომწოვე, მომჭამე, დამახტი, დახტომის უფლებას აძლევ ადამიანს ზედ თავზე? ხო, აი ელემენტარული ძალიან აი კამათის დროს ადამიანი ლაპარაკის დროსაც კიდე ადამიანი უნდა დაუკვირდეს გამონათქვამებს, გინებებს, ანუ რის უფლებას აძლევს ბიოვერს, ბიოპოლს, ნაბლუდაწერებს, ეშმაკებს, ჩორტიკებს, მორტიკებს, იმ ადამიანის ინტერფერენტებს, თვითონ იმ ადამიანის სულს რის უფლებას აძლევს. ono არიან ეხლა ფეხებს მომაჭამენ რა ესეთი გამონათქვამი ხო ანუ აძლევ უფლებას ვიღაცებს რაღაცებს რომ მოგაჭამონ ფეხები ფეხებს ვერ მომაჭამენ თუ რაღაცა ეგეთი რაღაცა ანუ ყველაფერში რაღაცა უნდა დაუკვირდეს ადამიანი ამ გინებასაც იმიტომ რომ თვითონ ხდება მე ასე ვთქვა დესტრუქციული პროგრამებით დაბლოკილი გინებით დაბლოკილი როგორც არის ადამიანი წუწუნით დაბლოკილი, ასევე არის ადამიანი გინებით დაბლოკილი, ასევე არის ადამიანი ასე ვთქვათ, ну, ბევრი დესტრუქციული პროგრამები არსებობს. წუწუნით დაბლოკილი, ჭორაობით დაბლოკილი, ვიზე რა იჭორაოს, რა გააკეთოს, რა გაჭოროს, რა გამოჭოროს, რა გამორჩა, გასაჭორი კიდე, აი, წუწუნი კიდე, იშოვის წუწუნებს, არ იშოვის წუწუნებს, ან სხვა და ადამიანზე წუწუნებს, ან იმაზე წუწუნებს, ესაც დესტრუქციული პროგრამა არის. აი ეს არის რომ მაწი ანუ გინება დაცვის საშუალება არ არის. ნუ შეუძლია ადამიანს არ შეაგინო და ისე უთხრა, წადი მომშორდი რა დამანებეთ და ვერ გაგებინებ ვერაფერს. всё, შემეშვი ჩიმ პირადულში ნუ ერევი. ხო, და აძლევ იმ ადამიანს იმის უფლებას, რომ მოგშორდეს. ხო, თუ არ მოგშორდა და აგეკიდა, მაშინ ეტყვი რომ წადი ტუპოი ვიღაცა ხარ, ხო? გააჯვი გასრიალდი, ჩემგან შორს, მე როგორ შეაგინებ. მაგრამ ისე უნდა შეაგინოს ადამიანმა ადამიანს, რომ არ მისცეს ამ ადამიანის ზედმეტი უფლება, თავზე დახტომის უფლება არ მისცეს ამ ადამიანს. პროგრამულად. შეყლეო რა ეძახიან ხო ადამიანს. ყლეკაცა. ესე იგი ყლეკაცობის უფლებას აძლევ იმას. ნუ ესეთი რაღაცა გამოდის მატრიცაში. ბოზო ჩათლახო, ესე ბოზობისა ჩათლახობის უფლებას აძლევს. ის უარეს გაგიკეთებს, უარეს გაბედავს. ამიტომ ცოტა ისე უნდა თქვას ადამიანმა, კი ეხლა ის გაგიჟდება, მე ვარ შენი ყლე, მე ვარ შენი ბოზი, პიდარასტო შენა. აი, ხედავ, აი, რამდენი დესტრუქციული პროგრამები წამოვიდა ეხლა. ხო და ეს ასე ვთქვათ, ეს მატი და გინება კაი გამოსავალი არ არის, კაი თავდაცვის საშუალება არ არის. ნუ ეხლა ადამიანი უბრალოდ რომ გაბრაზდება, შეაგინებს მეორე ადამიანს და მეორე ადამიანიც გაბრაზდება და всё და გინები დაშორდებიან ერთმანეთს. მაგრამ ამ დროს რა ხდება? ამ დროს დაიღვა ორივეს პროგრამა, ამ დროს აირია ორივე ზაშიტნი პროგრამები, ორივე ზაშიტნი მატრიცები და ერთმანეთს აძლევენ რის უფლებას? ყლეობის, ბოზაობის, ჩათლახობის, პიდარასტობის უფლებებს აძლევენ ერთმანეთს. ამიტომ ვინმე თუ გააბრაზებს ადამიანს ერთი რჩევა მაქვს. რომ ან წყნარად უთხრას მომშორდი რა, არა მაქვს არავისი, არ მოგისმე, შენი ნერვები არ მაქვს, всё დამანებე თავი. თუ ვერ გაიგო ამ ადამიანმა და კიდე აი წყევლაც ესეთი რაღაცა უი ამოწყდი და ჭირში წადი და ისე და ისა და ისა და ისა აი ესეთი დესტრუქციული პროგრამები არის წყევლა და ეს გინებაზე ვამბობთ ხო უბრალოდ უთხარი ადამიანს რომ მომშორდი გაიარე ჩემგან შორს გასრიალდი ჩემგან შორს გასრიალდი რა შემესვი დამანები და გაიარე მისამართი შეგეშალა ყველაზე კაი გინება მისამართი შეგეშალა ო ვიღაცებში არაგერიო მისამართი შეგეშალა შემეშვი გასრიალდი ჩემგან შორს აი ესე უნდა უთხრას ადამიანმა ბოროტებს კიდე მეორე გინება რა დაახვიე რა აქედან რა დაახვიე რა
რა უნდა დაახვიოს, აი რის უფლებას აძლევა კონკურენტს დაახვიე, რა უნდა დაახვიე გასრიალდი ჩემ განშორს, განვედი, მომშორდი, მომცირდი, всё, აი ეს არის. პირში უთხარი, არ უნდა იმას გინება და რა ქვია, პრავოკატორობა და რაღა მომშორდი, განვედი, გაკრი ჩემგან შორს, გასრიალდი ჩემგან შორს, всё. ნერვებს მიშრი, დავაი, გასრიალდი ჩემგან შორს. სკრიპკა, მუსიკალური ინსტრუმენტი, კიდე სკრიპკა. სკრიპკასაც ძალიან კაი ვიბრაციები აქვს ნერვებისათვის და ნერვული სისტემებისათვის. всё, დამთავრდა ლაპარაკები.